ეთერშია კურიერი 6 საათზე. ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების გამოკითხვა გრძელდება. უკვე 1 საათია გამოძიების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია პასუხობს. მუხლი, რომლითაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, გულისხმობს საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრული საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას. 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები ამ დრომდე დაყადაღებულია. 10 დროშაზე არის საუბარი. თუ არის დანაშაული, მაშინ დროშის შეძენაში და ქართული დროშის ამაყად ტარებაში ნამდვილად დამნაშავედ მივიჩნევ თავს. რაც შეეხება დღევანდელ მოწმეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის წარმომადგენელი, რომელსაც გამოთქმული აქვს გარკვეული მოსაზრებები სოციალურ ქსელში, პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე არის მოსაზრებები ელექტროენერგიის გათიშვასთან, საჯარო სამსახურში გაფიცვასთან დაკავშირებით და სწორედ აი ამ საკითხთან, სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით გამოძიებას გააჩნია კითხვები, რამდენად ორგანიზებული იყო ეს, ვისთან ჰქონდა კავშირი და რატომ ხდებოდა მსგავსი მოსაზრებების გამოთქმით წახალისება იმ ფორმით აქციამ რა მიმდინარეობას, რა ძალადობრივი მიმდინარეობაც მიიღო. მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებაზე მიმდინარე გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე გამოძიება დამატებით კიდევ ერთ საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და საწინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუხარას გულისხმობს. მომხდარზე გამოძიება გუშინ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან. შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის შტაბთან აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის აქტივისტებმა ქართული ოცნების მხარდამჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც სხვათა შორის პირველი შემთხვევა არ არის და ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა მოვარდნა, შეურაცხყოფის მიყენება, გინება და ასე შემდეგ. საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის საარჩევნო შტაბი, ჩვენ არავის არ უვარდებით, არავის არ ვესხმით თავს. მე იმედი მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი დაგვდებს პატივს და გააკეთებს შესაბამის შეფასებას აღნიშნულთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია უბრალოდ იმყოფებოდეს საარჩევნო კამპანიაში და რამოდენიმე მოძალადე ადამიანი დაჯგუფება გივარდებოდეს და ადამიანებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში და აყენებდნენ შეურაცხყოფას. ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა, იმიტომ რომ ის არსებული 30 კაც უკვე არავის არ აინტერესებს. არც მათი ჩხივილი, ხავილი არავის არ აინტერესებს. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც არიან მოძალადეები. ფიზიკური დაპირისპირება კი მელიქიშვილის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კახაკალაძის საარჩევნო შტაბის წევრებს აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთი პირველი კი გიორგი ყურულაშვილი იყო. ის ამ ფაქტს ადასტურებს და ამბობს იმასაც, რომ საპროტესტო აქციებზე გზის გადაკეტვის გამო არაერთხელ დაჯარიმდა. მე რუსთაველზე ვიყავით და იქ გავიგე რომ რაღაც ხდებოდა, ხვდებით, რომ ავედი, აი გზაში ვნახე კადრები, მე რო გამოვედი, იმათ შევაგინე კი ბატონო, იქ შტაბის მიმართულებით. კონკრეტული ფაქტის გამო შევიგინე მე. ხვდებით რაც მოხდა. შევიგინე იმათ მიმართულებით, აი პირუტყვები ვინც იყვნენ, ეგ შეგინება მოყვა იმ ფაქტს, როდესაც თქვენ კოლეგებს დაესხნეთ თავს და სხვა ახალგაზრდებს კიდევ იქ. თქვენ ჯარიმებიც გაქვთ ამ განმავლობაში?
და რა სახის ჯარიმა ეს? გადაკეთვაზე ყოველდღურად პრაქტიკულად 28 ნოემბრის მეთაური. ყველა ხედავს, რომ ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გარედან იმართება იმ ფაშისტების და ნაცტიტუშკების მეშვეობით, რომლებიც იკრიბებიან ყოველ დღე ფაქტობრივად უკვე შტაბთან და აწყობენ მიზანმიმართულ პროვოკაციას და ეხლა ყველა თვითონ ხედავს ჩვენი მოქალაქეები თუ როგორი სიტყვებით ილანძღებიან და რა თქმა უნდა ძალიან რთული არის გააკონტროლოს შტაბში მყოფი ადამიანები, ვინაიდან ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, ყველა თაობის ადამიანი იმყოფება აქ, გოგოებიც, ბიჭებიც, კაცებიც, ქალებიც და შესაბამისად, რა თქმა უნდა, როდესაც უკვე შენ ღირსებას ეხებიან და ესეთი სიტყვებით ილანძღებიან, ძალიან რთულია ამ ხალხის გაკონტროლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და თუ არ ვშთები დღესაც დაგეგმილი აქვს და მაქსიმალურად ვეცდებით, ვცდელობას არ დავაკლებთ, რომ ფიზიკურად შტაბიდან არავინ არ გავიდეს. მელიქიშვილზე მომხდარს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საარჩევნო შტაბზე თავდასხმა გარეჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა. თბილისის საარჩევნო შტაბზე ნაცი ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარეჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო შექმნა. ამ პროცესში ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული ექსტრემისტი ჯგუფების გარდა ჩართული ჰყავთ გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმები, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ნეტგაზეთი, რომელიც არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას ქართული ოცნების საარჩევნო შტაბზე. მიკერძოებული პარტიული ყვითელი ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ მოძალადე მედია ის ახალი ფენომენია, რომელიც რუანდის 1000 ბორცვის რადიოს მაგალითზე უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია. ლევან ხაბეიშვილისა და სოფო ჯაფარიძის შემდეგ ქართულ ოცნებას ყოფილ მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობას პაატა ბურჯულაძეც ადასტურებს. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ბურჯულაძემ თქვა, რომ მას აქვს უტყუარი დასაბუთება, რომ ოცნებიდან წასულ მაღალჩინოსნებს მათთან კავშირი აქვთ. კონკრეტულად კი ლევან ხაბეიშვილთან. ბურჯულაძის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური ქართული ოცნებისთვის, რომ მათი გუნდის ყოფილი წევრების ნაწილი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს გეგმავს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. მე ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, მეტი რა ვქნა. მე ვიღებ ჩემ თავზე. მე მაქვს უტყუარი დასაბუთება იმისა, რომ წასულ ოცნების დიდ მაღალჩინოსნებს აქვთ კავშირი ჩვენთან. ნუ ეხლა ჩემთან პირადად არა, რამოდენიმეს მარტო, მაგრამ ხაბეიშვილთან აქვთ კავშირი და ისინი ფაქტიურად ნანობენ, ინანიებენ მცოდას, რაც აქვს ჩადენილი და უნდათ რომ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის აღსანიშნავებაში, რაც არის ძალიან მისასალმებელი. აი ესე უნდა გავერთიანდეთ ყველანი და რომ გამოვიდეს თქვათ იგივე ლილუაშვილი და იგივე ხარიბაშვილი და იგივე რა ვიცი გომელავა რომ დაგვიდგეს გვერდში ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ ამ დროში, იმიტომ ჩვენ ერთი მთავარი მტერი გვყავს. მნიშვნელობა არ აქვს მშვიდობიანად და არაძალადობრივად ვინ დაუპირისპირდება იმისათვის რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ახლა ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის დრო არის და მომენტია, ამიტომ ჩვენ არაერთხელ გვითხოვს რომ არ გვაინტერესებს წარსულში ვინ რა პოზიციაზე იდგა, ვის რა პოლიტიკური სიმპათიები აქვს, ვინ უყვარს, არ უყვარს, მოწონს, არ მოწონს, ეზიზღება თუ არ ეზიზღება, ჩვენი ამოცანაა, რომ ვისაც გვიყვარს საქართველო, ვიყოთ ერთად, რათა საქართველო გადავარჩინოთ. ხავსიც კი არ გააჩნიათ ბურჯულაძეებს და ასე შემდეგ ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრებს, ხაბეიშვილებს რომ მოეჭიდონ, აი ხავსიც არ აქვს, ამიტომ absolუტურად ყველაფერს კადრულობენ და არის ახლა მათი მხრიდანაც მცდელობა რაღაცა დისონანსი შემოიტანონ თლიანად გუნდურ მუშაობაში და რაღაცა იმ ისეთ საკითხებზე ისაუბრონ, რომელიც მონებრივია რომ ასეთ რეალურ ხედვას არის აცდენილი. ახლა არის კიდე მეორე საკითხი, არის ის ინფორმაცია, რომელიც რაღაც ნაწილობრივ დასტურდება, რაც რაზეც პრემიერმაც ისაუბრა თავის დროზე, ახლა ყველა ისედაც ძალიან ამაზრზენია საერთოდ ამ ასეთ თემაზე საუბარი და გვიჭირს მონებრივია საუბარი, მაგრამ თუ კი მაინც დადასტურდება და დადასტურებულად იქნება გაჟღერებული რომელიმე პირის მხრიდან ცდილობა რადიკალიზმის წახალისების და მათი მხარდაჭერის, მონებრივია რომ ახლა ეს კიდევ ერთხელ იქნება ბუნებრივ ცხადია ფიასკოსთვის განწირული საზოგადოების მხარდაჭერა არც ერთ ასეთ გამოვლენას არ აქვს, ხოლო ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხადია რომ იქნება კანონის შესაბამისად დასჯილი.
იმის გამო, რომ ქართულ პოლიტიკაში უფრო საინტერესო ოპოზიციის მხრიდან არაფერი არ ხდება, იძულებული ვართ, რომ ამ ერთი კაცის აბსურდის თეატრს კომენტარები უკეთოთ. აბსურდი არის, რასაც ხაბეიშვილი აკეთებს. უბრალოდ ერთადერთი, რასაც ვიმეორებ, ის არის, რომ ახალგაზრდები არ აყვეთ ამ, ასე ვთქვათ, ანიტების და გაყიდული ადამიანების მოწოდებებს და ისევ საკუთარი თავი არ დააყენოთ კანონის, ასე ვთქვათ, დარღვევის რეჟიმში. ვინ უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას და მათ რევოლუციურ გეგმას? ოპოზიციაში დააპირისპირება გრძელდება. ღამის კურიერის ეთერში ანა წისლიზემ თქვა, რომ არჩევნების ბოიკოტს მხარს მათი უცხოელი პარტნიორებიც უჭერენ. საპირისპირო განცხადებას აკეთებს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით უცხოელებისგან კრიტიკა არ მიუღია. მართულ გუნდში კი ოპოზიციის რადიკალურ გეგმებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას პასუხი სამართლებრივი გზით გაეცემა. ეს არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, მათ შორის ევროპელები ამბობენ და ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. ჩვენი კონსტიტუციური უფლება არის საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი რევოლუცია. უნიკალური შანსი იმისი, რომ რეჟიმი დავამხოთ. ჩვენ გვაქვს 4 ოქტომბერს და ჩვენი ერთიანი მობილიზაცია ჩვენი შეგვიძლია. რუსთაველის გამზირზე მე ღმად ვარ დარწმუნებული, რომ არა მხოლოდ რაღაც კონკრეტული პარტიის ამომრჩეველი ნაციონალური მოძრაობის თვალს შემდეგ იქნება ყველა პარტიის ამომრჩეველი. ჩვენ დაგვატუსაღეს და ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ ვინმეს ან ევროკავშირიდან, ან ბრიტანეთიდან, ან შეერთებული შტატებიდან ეთქვა, რომ რატომ იღებთ მონაწილეობა. ერთი მაინც ხო უნდა ყოფილიყო ესეთი შემთხვევა. ერთიც არ ყოფილა. ლელოს ადგილას საერთოდ ხმას არ ამოვიხებდი და ჩვენත් გავიპარებოდი პოლიტიკური ველიდან. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ვინ მიიღებს და ვინ არა. ჩვენთვის ყველა არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. უბრალოდ ერთს აქ დავალება რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მეორემ გააპროტესტოს. იმას რატო? იმიტომ რომ მე თქვა რომ გაყავთ არჩევნები, ჩვენ შიგნიდან მონაწილეობდით, მეორემ თქვას რომ აი ხო ამბობდით რომ გაყავდება და რაღაც რუსული სპეცოპერაცია და შემდეგ ორივე გაერთიანდება რუსთაველზე. აი ეს იქნება რამდენიმე დღე გასცანს და შემდეგ უკვე ჩამოიშლებიან. შევა თუ არა გახარიას პარტია პარლამენტში და შეწყდება თუ არა 10 თვიანი ბოიკოტი. გუნდში ამბობენ, რომ პარლამენტისთვის მიმართვა პროცედურული საკითხია და მანდატებთან დაკავშირებით მიდგომა არ შეცვლილა. თუმცა უკვე ცნობილია, რომ გახარიას პარტიის 8 წევრმა, რომლებიც მანდატ შეჩერებული დეპუტატების ადგილმონაცვლეები არიან, პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ისინი პარლამენტს უგზავნიან კონკრეტულ დოკუმენტებსაც, სადაც დანართის სახით წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. გახარია საქართველოსთვის ჩვენი პოლიტიკური გუნდი რჩება პოლიტიკურ ბოიკოტში, შესაბამისად ამ მიმართულებით არაფერი არ იცვლება. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურული საკითხი, რომელიც ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრჯერ გაიარა. მათ შორის იყო პირველი 12-ეულის მანდატების შეწყვეტის დროს, ასევე მანამდეც დილიდან ტყუილების გავრცელება სხვადასხვა სუბიექტების მეშვეობით. ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში. გაგვიკვირდა, ძალიან კარგად ვიცოდით, ვინც იყო გახარია, დამტკიცდა ეს ყველაფერი, რომ საბოლოო ჯამში თელი ის დაპირებები, ის სიტყვები, ის რაღაცა ბაქიბუქი აღმოჩნდა სრული ტყუილი. ახლა ყველა უნდა დაფიქრდეს, ვინც აპირებს ითანამშრომლოს მომავალშიც, მათ შორის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით და თავს გაისულელებენ და თავს მოიჭრიან. მივიღეთ ამ 12 პირისგან 8 პირის წერილი, რომელიც სადაც არის საუბარი იმაზე, რომ პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელ საქმიანობას წყვეტენ ეს პირები, ანუ სასწრაფოდ ლოგიკური დასკვნა აქედან ისინი ემზადებიან იმისთვის, რომ პარლამენტში ფიზიკურად შემოვიდნენ. ამას თუ დავამატებთ, ასევე იმ გარემოებას ცოტა ხნის წინ თვითონ მათმა ლიდერმა გახარიამ შეცდომა უწოდა მათი მხრიდან ამ პოლიტიკურ ბოიკოტში ყოფნას და პარლამენტში არ შემოსვლას, სასწრაფოდ ხა პოლიტიკურად
ფაქტობრივად ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ ეს მზადება არის იმისთვის, ეს დოკუმენტბრუნვა არის იმისთვის, რომ მათ ფიზიკურად დაიკავონ პარლამენტის წევრის ადგილი და გამოიყენონ ეს საპარლამენტო რესურსი. ჩვენ უნდა დაველოდოთ 15 ოქტომბერს, როდესაც განახდება სესიები საქართველოს პარლამენტში და იქ უკვე განცხადდება რეალურად ეს ადამიანები რას აპირებენ. ეხლა არც ტყუილი გვიკვირს ჩვენ ამ პარტიისგან, არც ნათქვამის გადათქმა, არც ღალატი და გაქცევა, ყველაფერი საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა. ამ ადამიანებს აგენტებს ჰქონდათ შეუთავსებელი თანამდებობები, ისინი დატოვეს და მიმართეს საქართველოს პარლამენტს, რომ შემდეგ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს არ ემჯერა მათ უფლებამოსილების შეჩერებაზე. შესაბამისად, დაიცვეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და მათ შორის საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ ამ ჭრილში ცნეს ისევ და ისევ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაცია, მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ აგენტის ცნობა არავის არ ჭირდება ნამდვილად. აგენტი მხოლოდ ხელს აწერს თავის ღალატს სამშობლოსა, რომელიც ასე უხვად აქვს შეტანილი გიორგი გახარიას პირადად და არც შორის მისი პარტიის წევრებსაც. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხვითის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია უკანონო დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას. ნათქვამია სუსის განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელაუძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. მანამდე კი პროკურორმა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა. მათ შორის ლევან ჯანგველაძის ქვამზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. თავად უძილაური დუმილის უფლებას იყენებს. მკვლელობა 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. უშუალო წარდგენილი ბრალდება ჩვენი პოზიციით არის აბსურდი. წარდგენილი ბრალდება შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება. საქმეში არ არის არანაირი სახის მტკიცებულება, რითაც დადასტურდება ჩემი დაცვის ყოფილი პირის მიერ შეკვეთილი მკვლელობის შადენის ფაქტი. ჩემი დაცვის ყოფილი იყენებს დუმილის უფლებას შესაბამისად დეტალებთან დაკავშირებით ვერ გაგესაუბრებ. ავითარებენ ისეთ ძველობას, რომელიც სრულ წინამდებობაში მოდის მტკიცებულებებთან. ბრალდების მხარემ ასევე გარკვეულწილად მიმოიხილა ის მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევას აპირებს სასამართლოში და ამ მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქმეზე დადგება გელაუძილაურის მიმართ გამომტყუნებელი განაჩენი და ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, ვითარებიდან, ხერხიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მას განესაზღვრება უვადო თავისუფლების აღკვეთა. პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული გამომშრალი მარიხუანა მიმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდისავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე გააძევა. მათ შორის არიან ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის და უზბეკეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლო მონაცემებით ქვეყნიდან გაძევებულია 762 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელთაც დარღვეული ჰქონდათ საქართველოში ყოფნის კანონით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული მონაცემი წარმოადგენს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან გაძევებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს და წარმოადგენს დაახლოებით 300%-იან ზრდას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული დინამიკა ცხადყოფს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებების მაღალ ეფექტიანობას.
თბილისის მერმა კახაკალაძემ ახლად რეაბილიტირებული ქუჩები გახსნა. ვაკის რაიონში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის ნომერ 6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 13,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა და მოიცავდა როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ განახლებას, ისე საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას. დასრულებულ პროექტს თბილისის მერი კახაკალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტრემალაძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაიცნო. კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენისთვის, თანადგომისთვის, იმიტომ რომ ზუსტად მათი ჩართულობა მინდა ვთხოვა ირაკლი ბენდელიანს და კიდევ ერთხელ მადლობა. იყო უმძიმესი მდგომარეობა არსებულ ქუჩებზე და პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლება, მოწესრიგება. მიწისქვემოთ განლაგებული ქსელი მთლიანად იქნა შეცვლილი და ახალი პროექტი განხორციელდა. ამ პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო მიწისქვემოთ განთავსებული ნარჩენების ურნები, ახალი განათების ბოძები, ასევე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო ახალი შუქნიშნების ქსელი, რომელიც ჭკვიანი შუქნიშნებით, ანუ ინტელექტით სარგებლობს და მუშაობს. ჩვენ პირველი პროექტი ხელოვნური ინტელექტით გამოყენება შუქნიშნების ქალაქის სხვადასხვა არეალებში განვახორციელეთ პროექტის სახით და ძალიან წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენ ამაზე არ ვამთავრებთ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ქალაქის განვითარებას. ქაქუცა ჩოლოყაშვილის და წერეთლის ქუჩების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დავასრულეთ. დაახლოებით 13,000 კვადრატულ მეტრზე მოხდა ახალი ასფალტის საფარის შეცვლა, განახლება, მოგეხსენებათ ასევე სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიწისზედა საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშა ტანა მოხდა დაახლოებით 40-მდე ერთეული ახალი მიწისქვეშა ურნების განთავსება, ასევე ახალი გარეგანათების ბოძების მოწყობა, დაახლოებით 2,000 კვადრატზე მოეწყო გამწვანებული სივრცე. საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა. რეგიონებში ურბანული განვითარებისთვის ახალი სტანდარტი წესდება. ამიერიდან შენობების ფასადების, ღობეებისა და გადახურვის იერსახესთან დაკავშირებით კონკრეტული ნორმები დამტკიცდება. ეკონომიკის სამინისტროს პროფესიულ წრეებთან მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ჩვენ დავამტკიცებთ უკვე კონკრეტულ სტანდარტებს, რაც დაკავშირებულია შენობების ფასადების, ღობეების, გადახურვის იერსახესთან. პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შენობა ნაგებობების იერსახეს მთლიანად შეცვლის. ირაკლი კობახიძის განცხადებით ჩამოყალიბდება ახალი სტანდარტი, რომელიც ურბანულ ქსელს მოერგება და არქიტექტურას მეტად გაუმჯობესებს. იგივე შეეხება გაზიფიკაციის პროცესს. ცვლილებებით პროექტი მიწის ქვეშ განხორციელდება. ფასადების შემოღობაც გადახურვაც უნდა იყოს გემოვნებიანი, მოწესრიგებული, უნდა ერგებოდეს ბუნებას, ურბანულ ქსოვილს, ლანდშაფტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს თუ გადავხედავთ ჩვენს დასახლებებს, ზოგადად ჩვენი ლანდშაფტი არის ძალიან ლამაზი, თუმცა ხშირად შენობები ხელს არ უწყობს ესთეტიკური თვალსაზრისით იერსახის გალამაზებას ხელს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება კონკრეტული სტანდარტების დადგენა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს არქიტექტურული გემოვნება, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად ჩვენ გვინდა მივიღოთ მომავალში უფრო მოწესრიგებული შენობა ნაგებობები. ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს შარევა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, როდესაც გაიცემა ახალი ნებართვა, ახალი შენობის აშენების კუთხით ან რეაბილიტაციის კუთხით, ყველა შესაბამისი ნებართვა დაექვემდებარება სწორედ ამ სტანდარტებს და ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად წლიდან წლამდე გაუმჯობესდება ჩვენი დასახლების იერსახე. იგივე ეხება გაზიფიკაციის პროცესს. გვინდა დავადგინოთ ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც უკვე ახალი სამუშაოები დაექვემდებარება შესაბამის ვიზუალურ სტანდარტს და ყველა ახალი პროექტი განხორციელდება მიწის ქვეშ და არა ზედაპირზე, იმისათვის რომ ჩვენ ვიზრუნოთ დასახლების იერსახეზე. ინიციატივა უკვე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, უწყება შესაბამის სტანდარტებს შეიმუშავებს. ახალი პროექტი პროფესიულ წრეებთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდება და მუნიციპალიტეტებში ერთიან სტანდარტებს დანერგავს. პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ახალ პროგრამაზე, რომლის ფარგლებში სრულად მოწესრიგდება შენობა ნაგებობების იერსახეები. აღნიშნული პროგრამა დაარეგულირებს ფასადების იერსახეს, ისევე როგორც გადახურვის მიმართულებებს, ფერებს, ისევე როგორც მასალებს, რასაც რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი ზეგავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის იერსახის გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, აღნიშნული მიმართულებით ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს სახელოვნებო წრეებთან, პროფესიულ
ნაწრეებთან იმისთვის, რომ წარმოდგენილი ახალი პროექტი იყოს შეჯერებული კერძო სექტორთან. არ არსებობდა ერთიანი სტანდარტები, ჩვენ შევიმუშავებთ ერთიან სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოწესრიგდება უკვე არსებული შენობები და ფასადების იერსახე, ხოლო ახალი მშენებლობებისას და ახალი სანებართო პირობების გაცემისას გათვალისწინებული იქნება ის, რომ ურბანულად და ესთეტიურად ახალი შენობების იერსახე უნდა ჯდებოდეს არსებულ თანამედროვე მოთხოვნებში და კონცეფციებში. ინიციატივას აფასებენ არქიტექტორთა კავშირშიც. ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სტანდარტი კონკრეტული რეგიონის სპეციფიკას იყოს მორგებული. ის თვითყობადობა, რომელიც ამა თუ იმ რეგიონს სპეციფიკურად გააჩნია, ჩვენ აი ამ რეგულაციებით ზუსტად ეს ამის შენარჩუნება უნდა შევძლოთ, უბრალოდ მაღალ ხარისხში. ტექნიკური რეგლამენტი არ იქნება რაღაც ლოკალური ერთი ადგილისათვის, ეს იქნება უნიფიცირებული ქვეყნისათვის და გარდა ამისა ეს არ იქნება სრული მატრიცა, რომ როგორ მოვიხმაროთ ეს დოკუმენტი. ბუნებრივ ეს დატოვებს საშუალებას შემოქმედებისათვის. დასახლების ვიზუალური, ესთეტიური და იერსახის სხვა მახასიათებლების რეგულირებაზე კონკრეტული სტანდარტები უახლოეს მომავალში დამტკიცდება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა და ქონების პირდაპირ მიყიდვის ფორმით პრივატიზება განხორციელდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წინაპირობებით. მსგავსი შინაარსის შედის სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა. ცვლილებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. დაკონკრეტდება რა შემთხვევებში და რა წინაპირობების არსებობისას იქნება შესაძლებელი ამა თუ იმ სახელმწიფო ქონების პირდაპირ მიყიდვის ფორმით პრივატიზება და ასევე გაცვლა. პრაქტიკა მაჩვენა, რომ აუცილებელია ამ წინაპირობების დადგენა, თუ რა შემთხვევებში უნდა გამოიყენოს საქართველოს მთავრობამ საგამონაკლისო ნორმები. და ამიტომ სწორედაც აღნიშნული კანონპროექტით მთავრობა ვალდებული იქნება ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით კანონპროექტის მიღებიდან 60 დღის ვადაში შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს წინაპირობები. 68 მილიონი ლარი განათლების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში. საქართველოს აზიის განვითარების ბანკისგან პირველად მიიღო საგარეო სუვერენული სესხი ეროვნულ ვალუტაში. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. სული წლის ბოლოს აზიის განვითარების ბანკთან ხელი მოეწერა განათლების რეფორმის მხარდაჭერის პროექტს, რომელიც პირველად გულისხმობს საგარეო სესხის მიღებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან ეროვნულ ვალუტაში. მიმდინარე წელს კი მოხდა აზიის განვითარების ბანკის მიერ საერთაშორისო ბაზრებზე ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება და აღნიშნული რესურსის 68,2 მილიონი ლარის საქართველოსთვის ჩამორიცხვა ზემოაღნიშნული სასისხო პროექტის ფარგლებში. აღნიშნული ვალის ლარში დენომინირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორთან დობის კუთხით, ასევე უზრუნველყოფს ვალის პროფიტების მეტმდგრადობა. ნეპალში მასობრივი არეულობა. ქვეყანაში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ასობით კი დაშავდა. თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი. მასთან ერთად პოსტი დატოვა კიდევ 3 მინისტრმა. მიზეზი მთავრობის მიერ რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში სოციალური ქსელის აკრძალვის გადაწყვეტილება გახდა. გადაწყვეტილების გაუქმების მიუხედავად პროტესტის მონაწილეებმა დაარბიეს და გადაწვეს სამთავრობო შენობები, მათ შორის პარლამენტი. ცეცხლი წაუკიდეს გადამდგარი პრემიერის რეზიდენციასაც. ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ პროტესტის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ფინანსთა მინისტრს. სოფლიო მედიამ მიმდინარე არეულობას უკვე უწოდა ჯენზის პროტესტი, რადგან დემონსტრანტების მონაწილეები ძირითადად ახალგაზრდები არიან. აფეთქებები დოჰაში, ისრაელმა ყატარში ტერორისტული ორგანიზაციის ჰამასის ხელმძღვანელობაზე დარტყმა განახორციელა. სახალხში ინფორმაციას ადასტურებენ. წლების განმავლობაში ჰამასის ეს ლიდერები ხელმძღვანელობდნენ ტერორისტული ორგანიზაციის ოპერაციებს და პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი 7 ოქტომბრის სასტიკ-ხოცვას ლეტვაზე. ორგანიზებას უწევდნენ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგობს. წერია ისრაელის არმიის განცხადებაში. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ იერიში ჰამასის მაღალი რანგის ლიდერების, მათ შორის ღაზას სექტორის ხელმძღვანელის წინააღმდეგ იყო მიმართული.
უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყანა დატოვა. ინფორმაციას მედია ავრცელებს. ევრაზია დეილი ციტირებს მინისტრის სიტყვებს, რომ ის ქვეყნიდან პოლონეთში ღამით როგორც ქურდი სასწრაფოდ და საიდუმლოდ გაიქცა. მან ქვეყანა რამდენიმე საათით ადრე დატოვა, ვიდრე ამოქმედდებოდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ყოფილ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ. კულებას თქმით, ხელისუფლება მასზე შურისძიებას ცდილობს, რადგან ზელენსკის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომელიც უკრაინაში ანტიკორუფციული სააგენტოების დამოუკიდებლობის გაუქმებას ეხებოდა. თავად დიმიტრო კულებას პრესსამსახური აცხადებს, რომ მედიამ ამბის ინტერპრეტაცია არასწორად მოახდინა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინა პოლონეთში კონფერენციაზე დასწრების მიზნით დატოვა. უკრაინაში ომი გრძელდება. დონეცკის ოლქში რუსეთის თავდასხმას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დარტყმა ავიაბომბით სოფელ იარავაიაში ბანკის ავტომობილზე განხორციელდა, რომელთანაც მოქალაქეები პენსიის მისაღებად მივიდნენ. ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა და მსოფლიოს ქვეყნებს რეაგირებისკენ მოუწოდა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. ფრანსუა ბაირუს თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 365 დეპუტატმა დაუჭირა. გადაწყვეტილების წინააღმდეგ კი 194 კანონმდებელი წავიდა. საფრანგეთის მთავრობისადმი ნდობის საკითხი თავად 25 აგვისტოს დააყენა. ამის მიზეზად კი ის გახდა, რომ მან ვერ შეძლო პოლიტიკური ოპონენტების დარწმუნება მხარი დაეჭირათ მისი 2026 წლის ბიუჯეტის გეგმისთვის. ფრანსუა ბაირუ გადადგომის განცხადებით ემანუელ მაკრონს ხვალ მიმართავს. პრემიერის გადაყენების პარალელურად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მარინ ლეპენი საფრანგეთის პრეზიდენტისგან მოითხოვს დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. კურიერი რეკლამის შემდეგ ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ დამატებულ სუბსიდირებულ ჩარტერულ რეისზე ბილეთები სრულად გაიყიდა. ლიგაში გაფრენისა და ისტორიულ მატჩზე დასწრების მსურველთა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 10 სექტემბერს დამატებით კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი დანიშნა. ლატვიის დედაქალაქში გაფრენას შეძლებენ მხოლოდ ის მგზავრები, რომლებსაც თამაშზე დასასწრები ბილეთები აქვთ. შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისა და ქომაგების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს პირდაპირ ავიარეისების დანიშვნას საქართველოსდან რიგის მიმართულებით. საქართველოს მთავრობის ინიციატივით და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელშეწყობით პირდაპირ ჩარტერული რეისების შესრულდება თბილისიდან რიგის მიმართულებით, რათა კომფორტულად მოხდეს გულშემატკივრების გადაყვანა თამაშებზე დასასწრებად. წარმატებას უსურვებთ ჩვენ კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს. გომბორში თავდაცვის მოხალისის საბაზისო მომზადების პირველი კურსი დასრულდა. 8 დღიანი თეორიული და პრაქტიკული მომზადება ორგანიზაციის ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის 25 მოხალისემ დაასრულა. მათ გაიარეს საცეცხლე, ტაქტიკური და საინჟინრო მომზადება, შეისწავლეს კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენება და სწავლებას თავდაცვის ძალების კვალიფიციური ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ. მადლობელი ვარ, კმაყოფილი ვარ და შეგვიძლია სერტიფიცირებული მოხალისეები ვიგულოთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში, რომელსაც შეუძლია თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთად ერთ ენაზე საუბარი და მაქსიმალურად დაახლოებული ამოცანების შესრულება, რაც თავდაცვის ძალებს შეუძლია. საკმაოდ საინტერესო პროექტი ჩატარდა თავდაცვის სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით. უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ახალგაზრდების სიპის კლიან მენეჯმენტს და გურდს, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები არიან ჩვენი მომავალი. სამხედროების ოჯახიდან ვარ და ყოველთვის მაინტერესებდა ის ყოველდღიურობა თუ რასაც გადიოდნენ ჯარისკაცები. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო საცეცხლე მომზადება, სადაც უამრავი ახალი ინფორმაცია გავიგეთ, თუ რას აკეთებენ თავდაცვის ძალები ყოველდღიურად. ოზურგეთში წვერმაღალას პარკში წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 100 ოქროს მედალოსანი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 170%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები და მათი სკოლები ოზურგეთის მერმა პირადად დააჯილდოვა. მათ გადაეცათ ფულადი პრიზები და სიგელები. დიდი შრომა
დიდი შრომა ჩავდა იმ ქულებში, რაც მივიღე, იმ შედეგში, რაც დავდე და ეს ფულად ახალისება რაც იყო ჩემი 100%-იანი გრანტი და მედლისთვის და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ოზურგეთის მერიას იმისთვის, რომ ასე ახალისებს მოლთაობას და აძლევს სტიმულს იმისთვის, რომ კიდევ და კიდევ უფრო მეტი შეძლოს თავისი ქვეყნისთვის და თავისი რეგიონისთვის. ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩააბარეს სხვადასხვა სასწავლებლებში მიიღეს სახელმწიფო გრანტები და ასევე დამატებით ოზურგეთის მერიიდან გადაეცათ სხვადასხვა ჯილდოები. ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო განათლება და არაერთი პროექტი განვახორციელეთ ამ კუთხით და არაერთი პროექტი არის დაგეგმილი მომავალში. მე მინდა მათ უსურვო წარმატებები. ოზურგეთს სჭირდება ახალგაზრდები, რომლებსაც არა მხოლოდ სწამთ საკუთარი თავის, არამედ ჯერათ საკუთარი ქალაქის და საკუთარი ქვეყნის. კულტურის განვითარების ფონდის მესმას პრეზენტაცია გაიმართა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. მესმა ახალი ინიციატივა, რომლის მიზანიც კულტურისა და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერაა. საქველმოქმედო ფონდი ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც. სტიპენდიები გადაეცათ სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებულ სტუდენტებს. ფონდი ოფიციალურად საჯაროდ გაიხსნა, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ. ფონდი ეს არის კულტურის განვითარების და ხელოვნების ხელშემწყობი ფონდი, რომლის დაარსებაშიც მთელი გული, მთელი სიყვარული ჩავდეთ. ფონდი გარდა ამისა აპირებს მათთან დიდ თანამშრომლობას სტუდენტებთან, ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ფონდი მესმა, როგორც ახალგაზრდებს უდგას გვერდში, ასევე არ ივიწყებს ტრადიციებს, მხარში უდგას ახალგაზრდებს და პატივს მიაგებს წარსულს. ასე რომ მესმა არაერთ პროექტს დაუდგა გვერდით წარსულის პატივსაცემად და ვაპირებთ ყველა მხრივ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კულტურის განვითარებაში. მნიშვნელოვანია ჩემთვის ყველაზე მეტად, რომ სწორედ ახალგაზრდებისთვის კეთდება დღევანდელი დღე, სტუდენტებისთვის, რომლებსაც ალბათ ყველაზე მეტად ჭირდება მხარში დგომა, როცა მათ უნდა თქვენ საკუთარი სათქმელი ხელოვნებაში და სწორედ ამიტომ არჩევანი გაკეთდა კონსერვატორიაზე, თეატრალურ უნივერსიტეტზე, სამხატვრო აკადემიაზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტზე და იქ ყველაზე გამორჩეული სტუდენტები გამოვლინდებიან წელს და ნიშნებათ მათ სტიპენდია და მე მგონია რომ ახალგაზრდების და უფროსთაობის ერთად დგომა სცენაზე იქნება რაღაცა სხვა ეტაპის დასაწყისი იმ ხელოვანებისთვის, რომელმაც ხვალ უნდა შექმნან ქართული კულტურა. მე ამირჩიეს ამ კონცერტის ერთ-ერთ მონაწილედ, რადგანაც მართლაც ლეგენდარული მუსიკოსები იღებდნენ დღეს მონაწილეობას და ძალიან ბედნიერია რომ მათ გვერდით მეც ვიდექი ამ ჩემთვის უსაყვარლეს სცენაზე. ზურაბ აბაშიძემ თაწმინდის რაიონში წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატი შინდისის, წავკისის, მარამაყაშვილისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა. ისაუბრეს იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც ქართული ოცნების გუნდი მომავალში აპირებს. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს დედაქალაქის ისტორიულ უბნებში. მათ შორის თაწმინდის რაიონში, სოოლაკში, თავისთავად იცით, რომ ავარიული შენობები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ახალი ინიციატივა, რომელსაც მომავალი წლიდან გავიწყებთ განხორციელებას, როგორ მოხდება ჩანაცვლების პროგრამა ისტორიულ უბნებში, რამაც გამოიწვია საკმაოდ დიდი ინტერესი მოსახლეობაში. ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს პრობლემების შესახებ, რომლის აღმოფხვრასაც დაგვირდა უახლოეს მომავალში და მხოლოდ კარგი სიმედი გვაქვს ამ არჩევნებიდან. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ახალგაზრდებს შეხვდა. დაური ისმაილოვმა ისაუბრა საარჩევნო პროგრამაზე და სამომავლო გეგმებზე. ახალგაზრდებმა კი განათლების, დასაქმებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის შესახებ საკუთარი იდეები და ინიციატივები მერობის კანდიდატს გააცნეს. გქონდა ახალგაზრდებთან შეხვედრა, მათ შორის იყვნენ სტუდენტები და აბიტურიენტები. ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ თუ რა ბენეფიტები აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას, რომლის გამოყენებაც მათ დღეს შეუძლიათ და ვისაუბრეთ იმაზე თუ სამომავლოდ რა გეგმები მაქვს ახალგაზრდებთან დაკავშირებით. მე როგორც ახალგაზრდა მარნეულელი აუცილებლად ვიზრუნებ მათ კეთილდღეობაზე. კანდიდატს დაური ისმაილოვს ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა ახალგაზრდებთან, იგი წარადგინა თავისი ხედვები თუ როგორ შეიძლება უფრო გამართული გახდეს თვითმმართველობა ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით. ეს არის ახალი პროგრამები, ახალი წახალისება სტუდენტებისთვის და დასვენებული ვარ, რომ ეს პროგრამები აუცილებლად განხორციელდება და ახალგაზრდებს მეტი საშუალება ექნებათ სარგებელი მიიღონ თვითმმართველობის დონეზე.
ვარლამწიკლაური ფერსის, გიორგი წმინდისა და მუგარეთის მაცხოვრებლებს შეხვდა. ქართული ოცნების ახალციხის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა. ვარლამწიკლაურმა ამორჩეველს მომდევნო 4 წელიწადში შესასრულებელი გეგმა გააცნო, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობასთან კოორდინაციით აპირებს. აქტიურად ვაგრძელებთ წინასაარჩევნო კამპანიას. ამჯერად შეხვედრა გავმართე ფერსის, მუგარეთის და გიორგი წმინდაში მცხოვრებლებთან. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა, მოვისმინე მათი საჭიროებები, ვიმსჯელეთ გამოწვევების გადაჭრის გზებზე და ვუთხარი, რომ ერთად უფრო მეტი უნდა შევძლოთ, ერთად უნდა განმავითაროთ ჩვენი ქალაქი და ჩვენი მუნიციპალიტეტი. მოვისმინეთ მოსახლეობის საჭიროებები და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სოფელი და ქალაქი იყოს უფრო მეტად განვითარებული, უფრო მეტად წარმატებული.